მოგესალმებით. მოკლედ, როგორც კონტურები უჩანდა, რომ საქართველოში აუცილებლად დაიწყებოდა არაბული ქალაქის მშენებლობა, არაბული ქალაქების მშენებლობები, ნათლად რეალური ხდება. და ბევრს სხვათა შორის ზღაპარი ეგონა და ეს არ მოხდებაო, მაგრამ ხდება, ფაქტია უკვე დამტკიცებულია ეს პროექტი და ის ვაჟბატონიც იყო ჩამოსული და ილაპარაკა ამ ყველაფერზე და ისეთი ნიშნის მოგებით თქვა ამ კაცმა, რომ ასეთ რამეს არც ერთი ქვეყანა იზავდაო, მადლობა რომ გაგვიხსენით თქვენი ქვეყნის კარებიო. პირდაპირ მოღალატეობრივი ნაბიჯები იქნა გადადგმული. პლუს დღეს გავრცელდა ნიუსი, რომ 30,000 მუშა ხელის ჩამოყვანა იგეგმება უცხოეთიდან. დედა ნეტა საიდან იგეგმება თუ არა ღარიბი ღატაკი, პაკისტანი, ბანგლადეში და სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც უვიზო მიმოსვლები გვაქვს და გარკვეული რეგულაციები არის გამარტივებული იმ ქვეყნებთან. აი ასეთი სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ ქართველები. ესეთი ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება და შვილების გაზრდა. და მე ზოგიერთ პრეტენზიები უჩნდება, ხმას რატო არ გვაძლევთ და ქვეყნის ძალაუფლებას რატო არ გვანიჭებთ უფრო მეტს, ვიდრე ეხლა გვაქვსო. ხო და რაც შეეხება კიდე მეორე რაც მინდა რომ ვილაპარაკო, ძალიან ნათლად და თვალსაჩინოა უკვე ის, რომ ქართველი გოგოები ბევრი უკვე ოჯახდება არაბებზე საქართველოში. თავიდან 1-2 მომხდა თვალში და ეს ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო და ეხლა უკვე ძალიან ბევრი ხდება თვალში ესეთი არაბები, რომლებსაც ცოლად ქართველები ყავთ, გოგოები მოყვანილი და რა ვიცი ცხოვრობენ საქართველოში. აი ისეთი დებილი, რომელიც იტყვის, რომ ესენი უბრალოდ უნივერსიტეტის სტუდენტები არიანო, ეს არაბებიო. რა ვიცი, თავში უნდა ჩაურაკუნო პირდაპირ, მეტი არაფერი არ უნდა გავუკეთო. ესეთი დებილი საზოგადოება როგორ არსებობს, პროსტა რომ კიდე ეს ჯერად ისეთი ზღაპრების, რასაც უყვებიან. ის მეორე ფლანგი, ეს ლიბერასტები, როდ გახართ და რუსთაველზე რო გაყვირი ხართ. მე მინდა დემოკრატია და მე მინდა ეს თქვენი დებილი თავში ჩავიხედე მე, ქვეყანას რო თავზე გახევენ. მაგ პრობლემას ვერ ხედავთ. მაგაში რატო ხართ სახელმწიფოსთან თანააზრობრივად გამყარებული ერთ აზრზე რატო გახართ, რომ თქვენს გაწყობთ არაბული ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ინვესტიციები და სახელმწიფოსაც აწყობს. ეს როგორ არის, აი რანაირი დამთხოვა ასეთი ხმას რო არავინ არ იღებთ მაგაზე. არაფერი, ნაბიჭრები ხართ, მეტი არაფერი რა. და ამ ქვეყანას ისევე თქვენაირი არარაობა და არასწორი ხალხი უთხრის ძირს, ვითომ პატრიოტები და ვითომ რაღაცეები ხართ რა. ანუ პირდაპირ გეუბნებით რა და არა ხართ სწორი ხალხი. არც ის და არც ეს. მოკლედ ერთი ნაბიჯი გვაკლია და ამ ქვეყანას საბოლოოდ ბოლო მოეხება. ელელა ჩვენ უთხრით ძირს. აბა კარგად იყავით.